ლელოს ლიდერის განცხადება მორიგი პოლიტიკური რეზონანსი გამოიწვია. ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული მამუკა ხაზარაძის მიმართვის ადრესატი ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილია. მმართველი პარტიის დამფუძნებელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არჩევნების შემდეგ ცხოვრების მოსკოვში გაგრძელებით ემუქრება. თითქმის ანალოგიური შინაარსის განცხადება ერთი თვის წინ პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნების შემდეგაც გაკეთდა, თუმცა ამჯერად ხაზარაძის ტონი კიდევ უფრო მწვავე იყო. სიტყვა პროკურორის ხსენების ფონზე მმართველმა გუნდმა ლელოს ლიდერის გზავნილში რეპრესიების დაანონსება და მუქ არა ამოიკითხა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც თვეების წინ ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა დაანონსა და რომლის პარტიაც ბოლო პერიოდში რადიკალური განცხადებებითა და სვლებით გამოირჩევა, დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვა. პარტიას ქართული ოცნებიდან 2020 და 21 წლების არჩევნებზე მიღებული არც თუ სახარბიელო შედეგი დღეს რამდენჯერმე შეახსენეს. სალომე ქოქიაშვილი განაგზობს პირდაპირ ეთერში საუბარს. სალომე. დიახ, მამუკა ხაზარაძეს კარგახანია დაწყებული აქვს უკუათვლა, ოღონდ ამჯერად ლელოს ლიდერი ითვლის არა დღეებით ან საათებით, ითვლის კვირებით და ითვლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც მისი აზრით ქართული ოცნების დამფუძნებელი და მოქმედი საპატიო თავმჯდომარე საცხოვრებლად მოსკოვში გადასახლდება. ერთ-ერთ ბოლო პოსტში, რომელიც ასე გამოიყურება, მამუკა ხაზარაძე წერს, რომ 29 კვირის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში. ძახილის ნიშანი. ტონი არის მტკიცებითი, რაც ალბათ იძლევა ორი რამის ფიქრის საფუძველს. პირველი ერთი ის, რომ პოლიტიკურ სურვილის ახდენაში მამუკა ხაზარაძე 29 კვირით ადრე დარწმუნებულია, ისევე როგორც ალბათ დარწმუნებულია იმაში, რომ ეს შედეგი უნდა მოიტანოს მისი პოლიტიკური პარტიის არჩევნებში გატანილმა მნიშვნელოვანმა ლელომ, რაც იმას ნიშნავს ალბათ, რომ მინიმუმ ის ვარაუდობს, რომ მმართველი პარტიის შემცვლელი იქნება სწორედ მისი პოლიტიკური ძალა. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ 2020 წლის არჩევნების წინაც ლელოს ლიდერებს ჰქონდათ სწორედ ასეთი მოლოდინები. ისინი ხშირად ამბობდნენ, რომ ელოდებოდნენ არჩევნებზე საშუალოდ 50% თუმცა მაშინდელმა საარჩევნო შერკინებამ ლელოს ანგარიშზე დაახლოებით 3% დაწერა და რომ არა ბუნებრივი ბარიერი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაუშვათ ყოფილიყო იმ დროს ახლა მოქმედი 5%-იანი ბარიერი, მაშინდელი მონაცემებით ლელო ბარიერს ვერ გადალახავდა და საკანონმდებლო ორგანოში ვერ შევიდოდა. თუმცა ახლა მოდის ახალი არჩევნები, არის ახალი მოლოდინები და ლელოს ლიდერი საკმაოდ მტკიცებით ფორმაში საუბრობს საკუთარ პოლიტიკურ სურვილზე. ამ შეკითხვაზე, ამ თემაზე დასმულ ერთ-ერთ შეკითხვაზე ის ამბობს, რომ ის არ არის პროკურორი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა უკვე მისი პოლიტიკური გუნდის წევრები დასძენენ, რომ ასეთი მტკიცებითი ფორმით, რაც შეეხება თბილისიდან თუ მოსკოვში გადასახლებას ქართული ოცნების დამფუძნებლისა ლელოს ლიდერის საკუთარ პოლიტიკურ სურვილებს ახმოვანებს. მე როგორ გავაკეთებ, მე პროკურორი კი არა ვარ. აბა რანაირად უნდა ეს პოლიტიკური გზავნილი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ემსახურება კრემლს, მისი ადგილი არის კრემლში. და თქვენ გააკეთებთ თუ რატომ უნდა წავიდეს მოსკოვში? არა, ეს არის პოლიტიკური გზავნილი. ეს არის მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური შეფასება, რომელიც ამბობს იმას, რომ ივანიშვილი არის რუსეთის მსახური და შესაბამისად ლოგიკურია, რომ არჩევის წაგებისთანავე ის წავა მოსკოვში, სადაც არის მისი მენტალური სამშობლო და დიახ, მე ვიზიარებ ამ შეფასებას, მე ვთვლი, რომ როგორც კი წააგებს არჩევნებს, ბიძინა ივანიშვილი გადაიხოცება საქართველოსთან და მეტი ალბათობით იქნება მოსკოვში, სადაც არის მისი რეალური, სულიერი და გონებრივი ადგილი. საბჭოთა გაციმბირებიდან თანამედროვე გამოსკოვებამდე ასე აფასებენ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სურვილებს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ქართულ ოცნებაში, სადაც იმასაც ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც განსაკუთრებით ლელოს ლიდერი სიტყვა პროკურორს ახსენებს, ის თავის ფარულ სურვილებს ავლენს, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, საბჭოთა წარსულის საუკეთესო ტრადიციების დაცვით. თუმცა უნდა ითქვას, რომ მამუკა ხაზარაძის ამგვარი მიდგომა არც ოპოზიციურ ველზე მოსწონს ყველას, სადაც ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგები, რევანშისტული გზავნილების დრო საქართველოში აღარ არის. თუ საქართველოს მოქალაქეს ბრალი მიუძღვის კანონმდებლობით, ამ შემთხვევაში კანონმდებლობით ის უნდა მოხდეს, მისი გასამართლება უნდა მოხდეს და სასამართლოს ვერდიქტის აღსრულებას და სხვა ქვეყანაში გაგზავნა, რაც არ უნდა მას განსაკუთრებული ღირებულებითი თანხმოთრა ჰქონდეს, ეს ლოზუნგი არ არის მისაღები მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რევანშიზმისგან არის გადაღლილი საქართველო. ლელოს ეს განცხადება, რაც იყო, ეს არის იგივე ხელწერის გაგრძელება, რაც ჰქონდათ ნაციონალურ მოძრაობას. და პრინციპში მე არც გამკვირვებია. იმიტომ რომ სწორედ ნაციონალურ მოძრაობა იყო ის, რომელმაც დევნა დაიწყო შემდეგ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების. ზუსტად იგივე ღირსეული მემკვიდრე არის ბატონი ხაზარაძე. საბჭოთა პერიოდში
არსებობდნენ კომკავშირელი აქტივისტები, რომლებიც თავად კომკავშირლებს არ უყვარდათ, იმდენად გამოირჩეოდნენ ამ აქტივიზმით და როგორც ყვებიან, ხაზარაძეც მათრიქსში იყო, ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი იყო გაციმბირება, გახსოვთ ალბათ. ციმბირში გადასახლება ხაზარაძემ რეპრესიები დაანონსა ისე რომ სერვისი გააუმჯობესა, ცხოვრების პირობები უკეთესი შემოგთავაზა და ახლა მოსკოვში გადასახლებას გვპირდება. რამხელა უინტელექტობა და რამხელა ბოღმა, რამხელა ბოროტება დევს იმ ადამიანებში, ვინც ამას ლაპარაკობენ და თუ გნებავთ ნებისმიერმა თქვენგანმა, კითხეთ, თუ რეპრესიებზე არ არის საუბარი. რა შუაშია პროკურორი? აი რატომ უნდა ახსენო პროკურორი თუ ქვეცნობიერი ამაში არ გამხელს საკუთარი? ქართული ოცნების დამფუძნებლის მოსკოვში გადასახლებამდე რთული სათქმელია და არჩევნებამდე ნამდვილად 39 კვირაზე ნაკლები რჩება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის კი რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ლელოსაც წინ მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს შესასრულებელი. მათ ამ რჩევლის მინიმუმ 5%-ის დარწმუნება მაინც უნდა შეძლონ იმაში, რომ მათზე გაკეთდეს არჩევანი, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ პარტიებმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლონ და პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა ყავდეთ. მადლობა სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.